ამიტომ რომ შევაჯამოთ, თუ აქამდე გლობალური მასშტაბით არსებობდა 3 საკმაოდ კრიტიკული წერტილი, ან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში დასავლეთსა და მასთან დაპირისპირებულ ძალებს შორის, შეიძლება ვთქვათ ამ BRICS შორის, ასეთაც დავარქვათ. აი ამ 3 პუნქტიდან, გულისხმობ უკრაინა, ახლო აღმოსავლეთში ირანი, ისრაელი და მესამე ტაივანის მიმართულება, ამ 3 კრიტიკული პუნქტიდან 2 უკვე აქტიურია. ჩვენ შეიძლება დღევანდელ მოცემულობას უკვე ვუწოდოთ დაბალი ინტენსივობის მსოფლიო ომი. მაღალი ინტენსივობის მსოფლიო ომი ფიზიკურად ვერ იქნება, იმიტომ რომ არსებობს ბირთვული იარაღი და ბირთვული შემაკავებელი ფაქტორი და ჩვენ ამიტომ ამ მსოფლიო ომებს ის იმავე შინაარსით ვეღარ ვნახავთ, როგორც მაგალითად პირველი და მეორე მსოფლიო ომი იყო და შეიძლება ჩვენ აი ამ მოვლენებს, რომელსაც დღეს ჩვენ თვალწინ ვითარდება, საომავლოდ შეიძლება ისტორიული გადმოსახედიდან ეწოდოს, ასე ვთქვათ, დაბალი ინტენსივობის მესამე მსოფლიო ომი და თუ კი ირანის და ისრაელის შორის კონფლიქტი მალე არ მოგვარდება, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მალე ვიხილოთ უკვე მესამე ფრონტის მესამე, ასე ვთქვათ, კრიტიკული წერტილის გაღვივებას და აი ამ მთლიანად ეგრეთ წოდებული რიმლენდის რეგიონში, რომელიც ჰართლენდს აკრავს გარშემო, აი ამ მთლიანად ამ ზოლში დესტაბილიზაციის ხანგრძლივადიანი კერები. ასევე მინდოდა მეთქვა ერთი საინტერესო პროცესიც, რომელთაც დღევანდელობა ხასიათდება, თუ მაგალითად აქამდე ბირთვული იარაღი იყო ფაქტორი, რის გამოც ქვეყნის უსაფრთხოება იყო, ასე ვთქვათ, გარანტირებული და მასზე თავდასხმა იყო გამორიცხული და ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი იყო ბირთვული იარაღი. დღეს ვხედავთ იმ პროცესებს, როდესაც ბირთვული იარაღი აღარ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ამ ქვეყანაზე თავდასხმა არ განხორციელდება და მის უსაფრთხოებას არ შეექმნება გარე და შიდა გამოწვევები, ხო? პირველი შემთხვევა ეს იყო რუსეთის შემთხვევა, ნახეთ ეს დივერსიული ქმედება უკრაინელების მხრიდან და ზოგადად უკრაინული თავდასხმები რუსეთზე და მეორეს ჩვენ აქ ვუყურებთ ირანის მხრიდან თავდასხმები ისრაელზე, ხო? ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმები მიმდინარეობს ისრაელზე, თელ-ავივის, ჰაიფას მიმართულებით. ისრაელიც ბირთვული ქვეყანაა, არ არის ის ოფიციალურად გაცხადებული ბირთვული ქვეყანა, მაგრამ ეს კონვენციური აზრი არსებობს, რომ მას აქვს ბირთვული ქობინები, მაგრამ ეს ბირთვული ქობინების არსებობაც არ არის იმის გარანტია, რომ მაგალითად ირანი, როგორც ხედავთ, არ ესვრის და თავს შეიკავებს ამ ბალისტიკური რაკეტების სროლისგან და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისგან ისრაელში.